სალამი ძვირფასო მაყურებლებო და დღევანდელ ვიდეოში გადავწყვიტე ესე იგი გადავიღო ვიდეო და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვნახავთ ესე იგი როგორ დავაერთოთ პულზე ჩვენი ვიდეო კარტები ანუ ბარათი ანუ ერთი იქნება თუ ბევრი იქნება არ აქვს მნიშვნელობა განახებთ როგორ უნდა ესე იგი ვიდეო ბარათების მიერთება პულზე და როგორ ვიშოვოთ ეთერიუმი ანუ ეთერიუმის მაინინგი ვიდეო კარტებით და როგორ ხდება ეს საერთოდ ნუ მე ჩემ შემთხვევაში არის ინტეგრირებული კარტა მაგრამ არ არის ეს პრობლემა განახებთ როგორ უნდა ესე იგი პრაქტიკაზე როგორ ხდება აგიხსნით ამ პულის მისამართი აუცილებლად იქნება აღწერაში შეგიძლიათ გადახვიდეთ და აქ რეგისტრაცია არ უნდა აქ არ არის რეფერალური ლინკი და ესეთი უბრალოდ იქნება ჩვეულებრივი საიტის მისამართი რომ გადახვიდეთ ან შეგიძლიათ ნახოთ სხვა პულები რომელიც უკეთესია და იქ დამაინინგოთ ეთერიუმი ну დღევანდელ ვიდეოში იქნება ერთ წუთით ეთერიუმის მაინინგის თემა როგორ ვაერთებთ ესე იგი მაინინგზე პულზე როგორ ვაერთებთ ჩვენ ვიდეო კარტებს და შოულობთ ეთერიუმს აი ასე ესე იგი გადავიდეთ ჯერ და სად გავაკეთოთ ესე იგი ეთერიუმის მისამართი ანუ ეთერიუმის საფულე რომ შემდეგ ეთერიუმი გავიტანოთ ეთერიუმი გადავახურდოთ ბიტკოინში და ბიტკოინი გამოვიტანოთ ემონიზე ან სადაც გინდა ჩვენ რა ასე რო ну შეგიძლიათ ბლოკჩეინზე გაიტანოთ ან ბლოკჩეინზე დააგროვოთ და შემდეგ ემონიზე გადაცვალოთ ან და თქვენ გაწყოთ მაგრამ ამ ვიდეოში ვნახავთ ესე იგი მივაერთეთ ვიდეო კარტებს პულზე როგორ შოულობთ ეთერიუმს და შემდეგ ეთერიუმი სად გადის სად უნდა გავიდეს და იქიდან უკვე რა უნდა გავაკეთოთ გევიგებთ ყველაფერს ვიდეოში ნელა სადაც ესე იგი აი შევდივართ აი ამ საიტზე ახლა არის ცოტა ეს საიტი რატომღაც ჭედავს გადატვირთული არის ну მე მაქს გახსნილი ესე იგი შემდეგ ამ საიტზე რომ შევდივართ აქ რეგისტრაცია არ უნდათ რომ იცოდეთ ვაჭერთ ესე იგი აი info miner-ა რომ არის ან ინგლისურზე გადაიყვანეთ და დააჭრეთ აი აქ info miner-ა ვაჭერთ მე მაქვს რუსულად ახლა საიტი ჩართული გაიხსნება აი ეს ფურცელი ამ ფურცელიდან ესე იგი ეს გვერდი უბრალოდ ამ გვერდიდან ჩვენ თუ AMD-ს ვიდეო კარტები გვაქვს აი ვიწერთ ამ ზედას თუ გვაქვს Nvidia-ს ვიდეო კარტები ვიწერთ აი ამ ქვედას და დანარჩენი კეთება ერთნაირად და ახლა მე გადმოვიწერთ ჩემთვის AMD-ს ვიდეო ბარათი მაქვს ინტეგრირებული და განახებთ ესე იგი როგორ უნდა ჩავთოთ მაინინგი ჩვენ ვიდეო კარტაზე აი დაველოდოთ გადმოვიწერს ახლა ამას და რა უნდა გავაკეთოთ რომ ფული გაგვერიცხოს სადა ვიშოვოთ ეთერიუმი ერთი სიტყვით ზაგრუზით დავაჭიროთ არა ესე არ მინდა ზაგრუზით ბრაუზერი დავაჭიროთ აი როგორც უყურებთ გადმოვიწერეთ არის zip არქივი აი ეს zip არქივს ახლა უნდა გამოვარქივოთ აქედან ფაილები აი ეს პაპკა გადმოვაკასეთ დესკტოპზე გადმოვარქივებთ ასე რომ ვთქვათ შემდეგ ხსნით აი ამ პაპკას ну ეს თუ არ გვიყენია ესე იგი ეს მოდავაყენოთ ჩვენ კომპიუტერში იმ შემთხვევაში თუ არ გვიყენია ნახოთ ახლა მე მიყენია თუ არა აი მე მიყენია უკვე და არ არის საჭირო თქვენ თუ არ გიყენიათ აი ეს ესე იგი დამატებითი ასე რომ ვთქვათ Microsoft Visual CC 2013 თუ არ გიყენიათ კომპიუტერში დააყენებთ მე მიყენია და ახლა არ მინდა აი შემდეგ გავხსნით აი ამ პაპკას ან შეგვიძლია ეს პაპკაც გადმოვიტანოთ სარგე დესკტოპზე აი ეს გავთიშოთ შემდეგ ხსნით აი ამ პაპკას და აი ამ ესე იგი ფაილს პირველ ფაილს აი აგერ რომ არის აი ამ ფაილს აი ეს ვაჭერთ იზმენით და აი აქ ნახეთ ამ ესე იგი საბაჭკას შემდეგ აგერ რომ მოდის ზაღლუკა ამ ზაღლუკის შემდეგ აი ეს აი ზაღლუკამდე აი აქ უნდა ჩავსვათ ჩვენი ეთერიუმის მისამართი ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეთერიუმის მისამართი ჩვენ ეთერიუმის მისამართის გაკეთება შეგვიძლია Exmo-ზე აი საფულე შევიდეთ Exmo-ზე და კიდევ არის ერთი ძალიან კარგი საიტი იმის ლინკსაც დავტოვებ აუცილებლად Exmo-ს ლინკსაც დავტოვებ აუცილებლად ქვემოთ აღწერაში მოდი შევიდეთ Exmo-ზე შემდეგ მოდი შევიდეთ არის აგენ poloniex.com შევდივართ აი ამ საიტზე რეგისტრირდებით თუ არ ახართ რეგისტრირებული და აქ არის ძალიან ბევრი სხვადასხვა კრიპტოვალუტა აი ნახეთ უბრალოდ რამდენაირი კრიპტოვალუტა არის მიახლოებით სადღაც 100-ზე მეტნაირი კრიპტოვალუტა გამოდის აი ამ საიტზე და ესე უნდა გავაკეთოთ და აქ შევდივართ აქ მოდი ჯერ გასწავლით Exmo-ზე შევდივართ ჩვენ აქ ბალანსში აი როგორც უყურებთ აგერ ეთერიუმს
ვაჭერთ, ესე იგი, შევსებას და აი აქ გამოჩნდება ჩვენი ესე იგი, ეთერიუმის მისამართი. შემდეგ ახლა განახებთ, აი აქ როგორ უნდა ნახოთ ერთ წუთი აღარ მახსოვს კარგად. პროფილ orders balance. transfer balance deposit withdraw. შევდივართ deposit withdraw-ში. და აი აქ ესე იგი ჩვენ გვინდა ეთერიუმი, ვეძებთ ეთერიუმს, ну თავისთავად ჯერ რეგისტრირდებით, შემდეგ აი აქ არის ეთერიუმი, როგორც უყურებთ, არა ეთერიუმ კლასიკი, ჩვეულებრივი ეთერიუმი. ვაჭერთ აი ეს ეთერიუმს, აი შემეშალა, მოდიში უკან გადავიდეთ. აი ეთერიუმის მისამართი სად არის ახლა ნახო ისევ. აი ეთერიუმს ვაჭერთ, ესე იგი დეპოზიტ შევსებას. ვაჭერთ შევსებას და აი აქ ვაჭერთ დეპოზიტ ადრესს. აი ეს არის ჩვენი ეთერიუმის მისამართი. და ასე შემდეგ რა სხვადასხვა კრიპტოვალუტაზე რომელსაც თქვენ ამაინერებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საფულე. არის ძალიან კარგი. ვაკოპირებთ, ну შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე აქ X-mods არ არის პრობლემა. ესე იგი დავაკოპირებთ აი ამ მისამართს, ეხლა ამას გავთიშავ. შემდეგ აი აქ რას მოგანიშნიეთ, აი აქ ვსვამთ იმ მისამართს და ვამახსოვრებთ, ვაჭერთ სახრანი. აი ეს იყო. აი აქ ნახოთ, მიიწადეთ ერთი წუთით. აქ არის კიდევ ეთერიუმის უხარ რაღაცა. ხო, და ვამახსოვრებთ. ну ჩემ შემთხვევაში აქ მე AMD-ს ვიდეო კარტა რომ აქ ეს G უნდა წავშალო და ზუსტად AMD-ზე უნდა დავაყენოთ თუ ჩვენ AMD გვაქვს აი ამ უსს ვაკოპირებთ ანუ ხელი ვსვამთ და აქ რომ არის აგერ G აქ ვსვამთ უსს თუ ესე იგი AMD-ს ვიდეო კარტა გვაქვს და ვამახსოვრებთ სოხრანით თუ Nvidia-ს ვიდეო კარტა გვაქვს აქ უკვე არ ვთვლით არაფერს ვთვლით უბრალოდ აქ მისამართს და ვამახსოვრებთ სახრანით. ეხლა ამას ვთიშავთ და აი რას ვაკეთებ შემდეგში. უკვე მზად არის ყველაფერი მაინინგისთვის. შემდეგ უბრალოდ უნდა გავუშვათ. აი ეს ფაილი მე გავუშვებ ეხლა და შემდეგ ვიცევ გავთიშავ, იმიტომ რომ კომპიუტერი დაიტვირთება და ვიდეო შემდეგ გაჭედა გადაღება. აი ესე გავუშვებთ ამ ფაილს და ეგ არის სულ. რატომღაც ესე ნახოთ ეს გავუშვათ. აი ეს აი გავუშვით. და ნუ ველოდებით, აქ შეიძლება დაჭირდეს 1-15 წუთი სანამ ესე იგი და სკანირებთ ჩვენ ვიდეო კარტას, ასე რომ ვთქვათ, გადმოიწეს ესე hash-rate-ებს და ასე შემდეგ. და შემდეგ დაიწყება ესე იგი მაინინგი. ნუ ალბათ ეს გასაგებია მაინინგი როგორ ჩავთოთ უკვე აგიხსენით. ეხლა კი ამას გავთიშავ. აი ესე და განახებთ ეხლა შემდეგ რა ხდება. ნუ პირველ რიგში იცოდეთ რომ ესე იგი ვიდეო კარტა იქნება დატვირთული თითქმის 100%-ით და ამიტომ დარწმუნდით რომ თქვენ ვიდეო კარტას აქვს კარგი გაგრძელება, შეგიძლიათ დააყენოთ დამატებითი გაჯეტი ან რამე რომ ანახოს ვიდეო კარტის ესე იგი ტემპერატურა რამდენზე ადის, ну მიახლოებით 76 გრადუსამდე ადის და მეტი არ უნდა ავიდეს, თუ 80 გრადუსს ცილდება თქვენი ვიდეო კარტა და ხურდება, ირჩევთ უკვე უნდა ამაინინგებთ ისეთი ვიდეო კარტები. შეიძლება დაიწვიოს თქვენი ვიდეო კარტა. ამიტომ იყავით ხილად, ესე გახსენით კომპიუტერი ნახეთ, გამტვერილი არ იყოს ესე ქული ვიდეო კარტის ქულერები, ისიც გაწმინდეთ წინასწარ და შემდეგ უკვე ჩართეთ რა, ასე ვთქვათ, მაინინგზე თქვენი ვიდეო კარტა. ну სასურველია თავისთავად ესე იგი მაინინგისთვის AMD-ს ვიდეო კარტები, ну როგორ არა ინტეგრირებული როგორც ჩემი და დაიმახსოვრეთ ესე სასურველია უნდა იყოს ვიდეო კარტა ესე იგი 2 გიგაბაიტიანი და პლუს 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება უნდა გქონდეთ კომპიუტერში. დაიმახსოვრეთ ეს და თუ თქვენ უკვე გაქვთ 1 გიგაბაიტიანი ვიდეო კარტები, მაშინ უნდა იმუშაოთ Linux-ზე. ну Linux უკვე სხვა თემა და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. აი ამიტომ დაიმახსოვრეთ რომ ეს არა ეს სისტემური ოპერატიული მეხსიერება 1 გიგაბაიტზე მუშაობს Linux-ზე და ესე ჩვეულებრივ Windows-ზე უნდა გქონდეთ 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ვიდეო ბარათი სასურველია რომ იყოს 2 გიგაბაიტიანი. აი ეს იყო სულ და ახლა ფულის გატანაზე. ну ფულის გატანა ესე იგი როცა მიაღწევს აქ ავტომატურად როცა თქვენ ვიდეო კარტა დამაინინგებს 1 მილიონი ესე იგი ეთერიუმს აი განახებთ ახლა მილიონი რამდენი არის. აი აქ ეთერიუმი როგორც უყურებთ მე მაქვს ესე იგი 1 მილიონი ნახევარი, ანუ აქ 0.1, როდესაც იქნება ესე იგი ეთერიუმი დამაინინგებული, ავტომატურად გამოდის ჩვენ ანგარიშზე. აქ არ ვერევით, ჩვენ ავტომატურად ესე იგი ყოველ დღე აქედან გადის ფული ჩვენ ანგარიშზე, თუ ესე იგი ჩვენ მივახციეთ 0.1 მილიონ ეთერიუმს.
აი ეს იყო მეგონი, ну ასევე შეგიძლიათ მოზემოთ სხვა პულები, სადაც უფრო მესიხდიან გატესტოთ და ასე შემდეგ. ეს თქვენი არჩევანია, გააკეთოთ თქვენ თვითონ, რომელიც გიჩვენებთ იმპულსზე შეერთეთ, არა აქვს მნიშვნელობა. ეხლა კი ამით დაგემშვიდობებით, თუ მეგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი, იყავით ჩვენთან ერთად, აბა დროებით მოვალ შეხვედრამდე.